ეხლა ჩვენთან ერთად არის ჰამიდ ალ-შარიფი, ყოფილი ერაყელი დიპლომატი. ჰამიდ, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეუძლებელ ამოცანას იღებს საკუთარ თავზე. შექმნას ახალი მთავრობა ირანული შეიარაღებული დაჯგუფებების გარეშე, ვაშინგტონის მოთხოვნით, იმ დროს, როცა თავად ერაყშიც არსებობს სხვა მოთხოვნები. რას შეუძლია რეალურად ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს? ეს სწორედ $1 მილიონ კითხვაა. ის სრულიად აუტსაიდერია, როგორც თქვენ თქვით. და ერაყის ხალხი მისით გაოცებულია, არასდროს სმენიათ მის შესახებ. თუმცა მან მიიღო ყველაზე მაღალი მხარდაჭერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან. და მას ძალიან დიდ პატივს სცემს და ფიქრობს, რომ ის საოცრებებს შეძლებს ერაყში და მართლა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ასე რომ იცით, ასეა საქმე. ხო, რატომაც არა. ასე რომ მე ვფიქრობ პირადად პირველად, რადგან მე ვგზნობ ერაყელი ხალხის განწყობას, როცა მათთან სოციალურ მედიაში ვეკონტაქტები ჩრდილეთიდან სამხრეთამდე. ამიტომ ვფიქრობ ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ. მაგრამ როგორ? მექანიზმი, როგორ აპირებთ ირანული გავლენის მოცილებას ერაყში. ეს ირანის მიერ ერაყის ოკუპაცია. ის ახალგაზრდა კაცია, ბიზნესმენია, პოლიტიკაში არასდროს ყოფილა, მაგრამ მაინც ბევრი დააკისრეს. ეხლა მისგან ბევრს ითხოვენ. მაგრამ ვინც არადგინა ის? მალიკიმ. მალიკი ერაყში ყველაზე ზულთ. მალიკი ირანის მიერ მართულ მარიონეტულ მთავრობაშია. ეხლა მისი წარდგენა და პრეზიდენტ ტრამპისგან დამტკიცების მიღება ჩემთვის და ბევრისთვის ახალი რამაა. მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ შეძლებს ამას. როგორ შეძლებს ამას? მილიცია შეძლებს მილიციის კონტროლს. არა. შეუძლია მას მალიკის კონტროლი, მალიკი და დანარჩენი ჯგუფი, რომლებმაც ის წარადგინეს. ეს თავსატეხია, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. მაგრამ ისევ ვუბრუნდებით პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერასა და პატივისცემას მის მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს იმედს. დიახ, ნამდვილად ასეა. მხოლოდ ის მხარდაჭერა, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოდის, ბევრს ნიშნავს. ჰამიდ და სხვა შესაძლო ნიშნები ერაყსა და ირანს შორის მზარდი განხეთქილების შესახებ ზოგიერთი ეჭვქვეშ აპენებს იმ მტკიცებებს, რომლებიც ეხება საიდუმლო ისრაელის ბაზის არსებობის ცნობებს, რომელიც ირანის ომის დროს შეიქმნა. ეხლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდნავ ეწინააღმდეგება ერაყისგან ცხადებებს და აცხადებს, რომ ირანი ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ ისრაელმა მართლაც შექმნა ეს ბაზა. ის აპირებს ეს საკითხი ერაყის მხარესთან დააყენოს. შეიძლება თუ არა, რომ ამ უსაფრთხოების სკანდალმა პოტენციური პრობლემები გამოიწვიოს ერაყსა და ირანს შორის. ეს არის მეორე ამბავი, რაც ერაყელებს აცინებს, რადგან ჩვენ ნამდვილად გვაკლია სიცილი. ასე რომ სიცილი ჯანმრთელობისთვის კარგია. თუ დააკვირდებით ერაყელი ხალხის სოციალურ მედიას, ისინი იცინიან, ხუმრობენ, ამ ყველაფერს ბაძავენ, რა ხდება? ერაყი პირველ რიგში ისრაელისთვის სუმცირე, ლიბანის, იემენის მსგავსია, რადგან სირიას გავს იმ ცვლილებამდე, რაც სირიაში მოხდა. ისრაელი ომშია ირანთან, ხოლო ერაყი ირანის ზურგია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ერაყში სამხედრო ოპერაცია აქვთ, რათა ისრაელის მოსახლეობა ერაყის მხრიდან დაიცვან. ზუსტად არ ვიცი იმ ოპერაციის დეტალები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ რაღაცა მისია ჰქონდათ, რომელიც შეასრულეს და შემდეგ წავიდნენ. ეს არის ის, რაც ახალი ამბების მიხედვით ისრაელელებმა თქვეს ამაზე. რაც შეეხება ირანს და იმას, რაც ერაყელებმა თქვეს, თვითონ ერაყელებმა თქვეს, რომ არ იციან რა ხდება. ხედავთ, ისინი ვერც კი აკონტროლებენ საკუთარ ეზოს მაინც. ასე რომ ძალიან რთული სიტუაცია. რეგიონთან დაკავშირებით ყოველთვის რთულია ყველაფერი. ჰამიდ ალ-შარაფი, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ამ შეხედულებისთვის. დიდი მადლობა, გმადლობთ.